საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემა სიჩქარის გადაჭარბება არის. საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი იზორიას ინფორმაციით გასულ წელს ავტოავარიით 454 ადამიანი დაიღუპა და 7500-ზე მეტი მძიმე დაშავდა. ექსპერტი პრობლემის გამოწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში გაზრდილია სიჩქარის გადაჭარბების გამოწვეული სიკვდილიანობა ფაქტიურად არის ნომერ პირველი სიკვდილიანობის გამოწვეული სიჩქარის გადაჭარბება. სიჩქარე მხოლოდ კონტროლდება ეგრეთ წოდებული ვიდეოკამერებით და რადარებით. შესაბამისად, ადამიანები იხდიან ათასობით ლარის ჯარიმას, თუმცა ეს ადამიანები მაინც სიჩქარის გადაჭარბებით გადააგდებიან. ამიტომ აუცილებელი არის შემოღებული იქნას ფულად ასისტემის მიღმა ვიდეო ჯარიმებზე. მეორე არის ურბანული ლიმიტების პრობლემა. ესეც სიჩქარის მენეჯმენტის ერთ-ერთი ნავისახეობაა, როცა საქართველოში 60 კმ/სთ-ია ურბანულ ზონებში და პლუს 15 ეს ტოლერანტობა რაც დაშვებულია კანონმდებლობით საპატრიებელი გარემოება და გამოდის 75 შეიძლება გადაადგილება რაც რეალურად მიწევს სიკვდილიანობას და 5 კმ/სთ სიჩქარის მომატებაც კი უკვე ძიმე შედეგებამდე მიყავს მძღოლი. აქედან გამომდინარე უნდა დაწესდეს ევროპული მაჩვენებლები, როგორც არის მაქსიმუმ 50 კმ/სთ ურბანულ დასახლებას